მოგესალმებით, მეგობრებო, კარმულ კვანძებზე მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო აღმავალი კარმული კვანძი და დაღმავალი, ოდესაც მორიელი კუროს ღერძზე არის. პატარა რილცებად გაგიკეთეთ, მაგრამ ჩემი არ არის ხოლმე ეს პატარა ვიდეოები და მინდა ცოტა ვრცლადაც ჩაგიწეროთ, რა არის ეს კურო მორიელის ღერძი. და ორივეს გავივლით ახლა როგორც აღმავალი კარმული კვანძი მაგალითად კუროში, ასევე აღმავალი კარმული კვანძი მორიელში როგორ მუშაობს. საერთოდ ახლა წინაზეც ვრცელი ვიდეო გავაკეთე რა არის კარმული კვანძები ზოგადად, რას გვაჩვენებს პირად რუკაში და ეს არის ბედი, ეს არის ფაქტიურად ის გზა, რაზეც უნდა გავიაროთ, ეს არის ის ენერგია, რაც მენტალურ და ენერგეტიკულ ცვლილებებს იწვევს ხოლმე ჩვენს ფსიქოტიპში და ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რომ ეს ენერგია შეიცვალოს ჩვენში და როდესაც მოდი ავიღოთ ახლა აღმავალი კარმული კვანძი მორიელშია და დაღმავალი კარმული კვანძი კუროში. და შედარებით ცოტა ვრცლად გავივლით, ვიდრე ახლა წინაზე 60 წუთიანი ვიდეოები შემოგთავაზეთ. პირველ რიგში დაღმავალი მიგვანიშნებს ბაზას. ეს არის ის ენერგეტიკა, რაც მოვიტანეთ კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ წინა ცხოვრებებიდან და ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან ეს არის ოჯახმა რა ენერგია გამოიარა. რა უნარები და თვისებები დაგროვდა, რა ატმოსფერო იყო მაგალითად საგვარეულოში, ეს არ არის მარტო ოჯახი, მშობლების დონე, ეს არის ზოგადად რა ენერგია იყო გვარში დაგროვილი. დაღმავალი კარმული კვანძი კუროში მიანიშნებს, რომ ადამიანი სულს აქვს კარგად გამოცდილი, მოდი ესე ვთქვათ, მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს დაგროვილი მატერიალურ სამყაროსთან. კურო ჩვენთან როგორც არის ფული და რესურსები, ამავე დროს არის სილამაზე, სიმშვიდე, სტაბილურობა და მოთმინების დიდი უნარი. ხა ვიღაცას შეიძლება კონდეს გამოხატულად სტაბილურობის მოთხოვნილება შინაგან, თვითონ იყოს შვიდი, თვითონ იყოს ნაკლებ რისკიანი, იყოს მიმართული უფრო სტაბილურობა რო შეინარჩუნოს. მაგალითად, სტაბილური სამსახური, რომელიც სტაბილურ ხელფასს მოიტანს. მაგრამ მორიელი აბსოლუტურად საპირისპირო ენერგია არის, ეს არის უშუალოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში რო გამოვავლინოთ, ხო? და მე ცოტა ესე სულიერ ფსიქოლოგიურ დონეზეც აგიხსნით. მორიელი საერთოდ ეს არის ბიზნესის ენერგია, ეს არის რაღაცას ჩავდებ, რაღაცა დავკარგავ, აი ადრენალინის ემოციები. და შეიძლება ადამიანს კონდეს ნენელა უკვე ის ცხოვრება და ის გამოცდილება, რომ მოუწიოს ამ რისკთან კონდეს კავშირი რაღაცნაირად, ხო? აი ამ რისკიან ცხოვრებას გადიოდეს. შეიძლება მოუწიოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება მოუწიოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რაც მისი ენერგეტიკისთვის და მისი სულისთვის არ იყოს მაინც და მაინც გამოცდილებაში მიღებული. თან აინტერესებთ, მაგრამ თან ცოტა სიფრთხილე არის, იმიტომ რომ დაღმავალი კურო ამბობს, რომ არ დაკარგო რისკით რაღაც მნიშვნელოვანი, ხო? ეს არის კურო რო ავიღოთ ენერგიის შეკავებასთან არის დაკავშირებული, ეს არ არის მარტო ფული, ხო? ეს არის რომ მეც ენერგეტიკულადაც არ შეიძლება ვხარჯავდე ბევრ რესურსებს. და აი აქაც თუნდაც რომ ხელვარება არ არის, ემოცია ისეთი არ არის, დრაივი ისეთი, ხა მთელ რუკას გააჩნია, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მთელი ამბავი ხდება, მაგრამ კარმული კვანძი უფრო გამოცდილებას მიგვანიშნებს, ხო? თვითონ რა გამოცდილება მოიტანა სულმა და არა ეხლა რა ხასიათია, რა დრამა იყო ოჯახში მაგალითად და რა ტრამვები იყო, ხო? დაღმავალი კუროს შემთხვევაში ასევე უყვართ ძალიან სილამაზე, სიმშვიდე, უყვართ რაღაც ესეთი როგორ გითხრათ, აი ისეთი საქმეები და ისეთი სფეროები, რაც სტაბილურობას მოითხოვს შინაგან სიმშვიდეზე არის აქ ლაპარაკი, ხო? რომ აი მე არ მიყვარს ადრენალინის შეგრძნებები, მაგალითად, შვიდი ვარ, წყნარი ვარ, მოთმინების დიდი უნარი მაქვს. აი ამ განგზობითობაში ამ ენერგიას იძლევა ხოლმე დაღმავალი კარმული კვანძი კუროში. ანუ ეს არის ბაზა, ეს არის ის ენერგია, რაც დააგროვა უკვე ადამიანმა და ძალიან გვიჭირს ხოლმე აღმავალზე სრულად გადასვლა. იცით, ავეპარებით, მე ისევ დაღმავალზე ვბრუნდებით ბაზაზე, მე ისევ ნენელა ვდგამთ ნაბიჯს და აი ეს ნენელა სული მიდის განვითარების გზაზე ხოლმე. კურო არის ქალური ენერგიის არქეტიპი და ქალური ენერგია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა ქალური ენერგეტიკა აქვს. ეს არის ქალური ენერგია, როგორც სიმშვიდე შინაგანი, როგორც სტაბილურობის მოთხოვნილება შინაგანი, ხო? და ამავე დროს ეს არის უფრო მიმღებლობა გარემოსი
მაგალითად ვიდრე ბრძოლა სულიერი იქ ხო მაგალითად მორიელი ეს აბსოლუტურად მამაკაცური ენერგია არის და კურო ქალური ენერგეტიკა არის ანუ ფაქტიურად თუ ეზოთერული ასტროლოგიით თუ ფსიქოლოგიური ასტროლოგიით შევხედავთ ეს კვანძი მოითხოვს რომ ენერგია შეიცვალოს ადამიანის გახდეს უფრო მამაკაცურ ვიბრაციაზე, მაგალითად როგორც ბრძოლა, როგორც კრიზისების ზონაში შესვლა, მაგალითად, ხო, როგორც შინაგანი მიზნების დასახვა. მორიელი ეს არის რაღაცა დიდ მიზანს რო დავისახავ. პლუტონურად. პლუტონმა როგორც იცით, რაღაცა მიზანს რო ავიღებ და მთელი ჩემი ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სულიერი ენერგეტიკული მთელი ენერგია რომ არის მიმართული ან ყველაფერი ან არაფერი პრინციპზე. და ამ ცხოვრებაში უწევთ ხოლმე ამ ენერგიის გააქტიურება. ზოგი ახერხებს, ზოგი მაინც ვერ ახერხებს, მაგრამ არის ასევე დაღმავალი კურო, მე ნიშნავს იმას, რომ ადამიანის წინა ცხოვრებიდან აქ მოყოლილი მატერიალისტური ხედვები მყარად დგას, დაგრაუნდებული არის ენერგეტიკულად, მყარად დგას მიწაზე და უფრო პრაქტიკული შეიძლება იყოს. მიწაზე, მიწიერ სამყაროზე არის თითქოს მიჯაჭვული ადამიანი ენერგეტიკულად. თორე შეიძლება ძალიანაც სულიერი იყოს, ძალიანაც რაღაც სხვა ენერგია ქონდეს, მაგრამ შინაგანი მისწრაფება სტაბილურობის უკვე მეანიშნებს, რომ დაგრაუნდებული არის, მიწაზე არის მიჯაჭვული და მორიელი ეს არის სულიერების ენერგია, ეს არის იქითა სამყაროებში გახედვა, ენერგეტიკული პრაქტიკები, ეზოთერული სფერო, მაგალითად, ნენელა ეპარებიან ხოლმე ამ სფეროს, ფსიქოლოგიაც მორიელი არის, შეიძლება სამედიცინო ფსიქოლოგიაში წავიდეს ადამიანი, მაგრამ იქ უკვე ისეთ რაღაც საიდუმლოებებს ეხებოდეს, რომ საერთოდ უცნაური იყოს, მაგალითად, ეს კუროს ენერგიისთვის ზოგჯერ შეიძლება იყოს ეზოთერული სფეროს ძალიან აქტიური, გამოხატულად აქტიური წევრი ან ინტერესდებოდეს ამ სფეროებით, შეიძლება ფსიქიატრიაში წავიდეს ადამიანი, შეიძლება ქირურგიაში წავიდეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რისკს მოითხოვს და რისკთან არის ასოცირებული ზოგადად მორიელი. შეიძლება კრიმინალისტიკა აინტერესებდეთ, მაგალითად, თავდაცვის სფერო, სამხედრო სფეროები, ესეც მორიელი სფერო არის. აი, სულ რო ჩვეულებრივი ქალი იყოს, მაგალითად, აღმავალი მორიელი და ნენელა უწევთ ან ფსიქოლოგიური კრიზისების გადალახვა, რომ დაფიქრდეს, რომ რაღაცა სხვაც უნდა დავინახო ჩემს სამყაროში, ჩემს თავში, ქვეცნობიერ დონეზე, რაღაც სხვა ენერგიას თურმე ფსიქოლოგია არსებობს, თურმე რაღაც ტრაუმებიც არის, თურმე ამ ტრაუმებს ემოცია აქვს, ემოციას ენერგია აქვს და აი ეს ყველაფერი არის ჩვენთან მორიელური ენერგია. და უწევთ ხოლმე ამ ენერგიასთან შეხება და შემდგომ აღქმა საკუთარი თავის არა როგორც მატერიალური ესეთ გამოხატული მატერიალური სფერო, ესე რომ ვთქვათ, მატერიალური ენერგია, არამედ როგორც სულიერი ენერგია, როგორც რაღაც აი ზოგადად ემოციური ენერგიაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? და ეს საკმაოდ სხვათა შორის ცოტა უჭირთ, იმიტომ რომ მორიელი ეს ძალიან მებრძოლი ენერგია არის, დიდ რისკთან არის დაკავშირებული, როცა ახლა კარმული ასტროლოგიით შევხედავთ, დაღმავალი კურო ძალიან მიჯაჭვული იყო იქ სტაბილურობა, სიმშვიდეს, მაგალითად, ხო? აი, როცა თანხა მაქვს, კარგი სახლი მაქვს, ყველაფერი ვიცი, მოსავალს როდის ავიღებ, იმას როგორ გავყიდე, ცხოვრება არის დალაგებული აწყობილი სადღაც, ხო? და ეხლა კარმა მოითხოვს, რომ ყველაფერი შეიძლება დავანგრიო და საერთოდ ახლიდან დავიწყო ცხოვრება. და შეიძლება ფინანსური გაჭირვება გქონდეთ, იმის გამო ზუსტად რომ მორიელი არის აქ ჩასართავი და რაღაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა დაჭირდეთ. შეიძლება სამსახურებში გქონდეთ სულ ცვლილებები, სულ კრიზისები, სადღაც შეიძლება უბრალოდ ფსიქოლოგიურ კრიზისებში გადაერთოს ადამიანი, შინაგანი კრიზისები გქონდეს და აქედან დააკვირდეს, რომ რაღაც არასწორს ხო არ ვაკეთებ, მაგალითად, რაღაც წავალ ფსიქოლოგთან, ან გავარკვევ ზოგადად გავარკვევ ისეთ სფეროებში, რომელიც ჩემი შინაგანი, აი მარტო მატერიალური ხედვის ცვლილებას მომიტან სადღაც, ხო? ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს, რომ შინაგანი სიმშვიდე გქონდეს და უკვე გარემო აჯანჯღარებს, რომ რაღაცნაირად ჩაერთოს აი ამ მორიელურ იმპულსში, ხო? კარგი იქნება ხოლმე, როცა აღმავალი კარმული კვანძი ყავს მორიელში ადამიანს, ისწავლოს, მაგალითად, გარისკოს, ისწავლოს ამბიციები გაზარდოს და არა მარტო ხელფასზე ცხოვრება არის ზოგჯერ მორიელი, ეს არის რაღაც დიდი ფული ან დიდი
გავლენების ხვებზე, ან სხვისი ენერგიის ზღიასთან ურთიერთობა, ნდობის სწავლა, მაგალითად, სიღრმეებში შესვლა, შინაგანი სიღრმეც არის გასანვითარებელი ხოლმე და ზოგჯერ კრიზისების კვანძიერი. თუ ჩვენ რაღაცებს იქ თელურ კაცსაც გააჩნია, მაგრამ რაღაცებს თუ არ ავაკვირდებით, შეიძლება ჩაერთოს სერიოზული კრიზისები, ფინანსური პრობლემები მაგალითად და აი აქ თითქოს სამყარო გვიბიძგებს, რომ რაღაც არის ჩვენში შესაძლებელი. ტრანსფორმაციის ენერგია არის მორიელი და ტრანსფორმაციულ ენერგიაზე, ანუ შინაგანი გაძლიერება არის, სულის გაძლიერება არის უკვე საჭირო და ერთი აი ამ კვანძზე ვამბობთ ხოლმე აღმავალ მორიელზე, რომ შეიძლება კრიზისების შემთხვევა სიკვდილს შეეხოს ადამიანი ან უბედურ შემთხვევებში შეეხოს და ეს არ არის რომ აი ვისჯები ან რაღაც ნეგატიური კარმა ხშირად არის უბრალოდ უნდა ისწავლოს ამ კრიზისებთან გამკლავება ადამიანმა, იმიტომ რომ არ ქონია სულ სამის გამოცდილება. ან ისწავლოს აი ამ კრიზისების გამოტირება მაგალითად დანაკარგის მიღება, იმიტომ რომ მორიელი დანაკარგთან არის კავშირში და კურო როდესაც იყო ძალიან კომფორტზე ჩაფრენილი წინა ცხოვრებებში შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს, რაც მე კომფორტს მაძლევს. და ცოტა რთული არის ამ კვანძს რა უყვეთ, ხო? იმიტომ რომ ეს კომფორტის ენერგია სადღაც, ხო? ეს ხა ამ დროს ეს ჩემი ბაზა არის, ამაზე ვარ მთლიანად ორიენტირებული და როგორ უნდა ჩამოვშალო, ხო, ეს რაზეც გავარ. და აქ იქნება კრიზისები ხოლმე. შემდგომ და მე ნენელა სწავლობენ, რომ რაც უფრო მეც გარისკავენ, უფრო სტაბილურობას იღებენ. ეს არის დაბალანსება, ხო, ამ კარმული კვანძის, ხო? რაც უფრო დიდ მიზნებს დაისახავს, მით უფრო მიიღებს ამ არასტაბილურობაში მიღებული სტაბილურობა. აი, ამ კვანძის დაბალანსება როგორც წესი ესე ხდება ხოლმე. როდესაც პირიქით არის აღმავალი კარმული კვანძი კუროში არის და დაღმავალი კარმული კვანძი მორიელში, ცოტა სხვა ისტორია არის იმ კუთხით, რომ მორიელის დაღმავალი კვანძი მიგვანიშნებს, რომ აი ადამიანის სულმამ ძალიან ძიმე დანაკარგები უკვე გამოიარა, ძიმე კრიზისები, შეიძლება გაიჭედა რაღაც დარდში, შეიძლება რაღაც სულ იყო მეომარი მაგალითად, ხო? იმიტომ რომ მორიელი ეს არის მეომრის კარმა, ან იბრძოდა ხმლით, მაგალითად სულ, ან იბრძოდა მაღალი მორალისთვის, სიტყვაზე, იყო ცოტა მკაცრიც ხასიათით, იმიტომ რომ დაღმავალი კარმული კვანძი ეს თვისებებსაც აჩვენებს, ადამიანის თვისებებს, აი თუ კურო დაღმავალი ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ლამაზი საუბარი შეუძლია, ლამაზი კომუნიკაცია შეუძლია, კომუნიკაციას რა კუთხით ვამბობ, იცით, რომ ეს ასიამოვნოდ შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ენერგეტიკა აქვს, ხო, ესეთი კუროსებრი. და მორიელი დაღმავალი ეს მებრძოლი სული არის სადღაც. აი სულ წინააღმდეგობები, ბრძოლა, შეიძლება იბრძოდეს იქ სადაც აღარ არის საჭირო ბრძოლა. კონკურენტული ან ყველაფერი ან არაფერი მძაფრი შეგრძნებები სულ მოყვებათ. და აი შეიძლება ხარ მეგობართან, კოლექტივი არის და აი აქ სულ ეს ენერგია მაინც მოდის, ბრძოლის ენერგია დაღმავალი, ვისაც მორიელში ყავს, ხო? და არ არის ზოგჯერ ეს საინტერესოც უკვე და არც არის საჭირო. და აქ სული უნდა გადაერთოს უკვე კუროს პროგრამაზე და კურო ეს ჩვენთან აბსოლუტურად სხვა ენერგია არის, ქალური ვიბრაცია არის, ეს არის მოთმინება, სიმშვიდე, ენერგეტიკა უნდა გადახტეს აი ამ კრიზისების მქონე, ამ შინაგანი დრამატიზმის მქონე ენერგიიდან აბსოლუტურად ესეთ ჰარმონიულ ენერგიაზე. უხდებათ ხოლმე, რაც უფრო გაილამაზებენ თავს ქალები იქნებიან თუ კაცები, არ აქვს მნიშვნელობა. კურო არის ჩვენთან არა მარტო მატერიალური სამყარო და კომფორტი და აი ამ კომფორტთან ნენელა უნდა დაიმშვიდონ თავი, ხო? რაღაც სტაბილურობა შეიძინონ ცხოვრებაში, გარემო შექმნა სტაბილური, უკვე თავის გარშემო აღმავალმა კუროებმა. ფინანსური ეძლევათ ხოლმე იქ ბინის ყიდვის შესაძლებლობა, მაგალითად დაგროვების შანსი, ფინანსების დაგროვების, რაც აღმავალი კუროსთვის ეს ფინანსების დაგროვება ცოტა პრობლემაა ხოლმე. მერე შეიძლება გაჩნდეს კრიზისი უცებ. იმიტომ რომ ზუსტად ამ დაგროვების და სტაბილურობის მოთხოვნილება ხასიათიდან არის გასაშვები სადღაც და აღმავალი კურო უკვე მოითხოვს ამას, რომ აი ეს რაღაცა
ძაფრი სულ რაღაც კრიზისის მოლოდინი, ან თვითონ შექმნან კრიზისი, სადღაც მებრძოლის სული, ხო, სადღაც ეჭვიანობაც ახასიათებთ, მესაკუთრეობაც ახასიათებთ, ანუ ძაფრი ინტენსიური ემოციები აქვთ დაღმავალ მორიელებს. აი ეს არის დასამშვიდებელი ჰარმონიაში გადასაყვანი, ქალის არქეტიპში უნდა შევიდნენ, გარეგნობას მიხედონ, სილამაზეს ეზიარონ, მიწიერი გარემოს ეზიარონ, მაგალითად ხშირად აღმავალი კუროები დადიან ბუნებაში სასეირნოდ, ძალიან მშვიდდებიან, ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ აი იცით როგორ ის მქონია თერაპიებზე, თერაპიულად როცა აღმავალ მორიელთან მქონია შეხვედრა, რომ აი მთელი თითქოს წინა ცხოვრებები იმდან ბრძოლაში იყო ჩართული, ან თვითგადარჩენა, ხო, მორიელი ეს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა არის, რომ არ შეუხედავს გარემოს, როგორი ლამაზი ყოფილა, იქ ბუნება როგორი ლამაზია, აკარგია თურმე სიმშვიდე და არაფერ უბედურებას რო არ ელოდები. აი ეს არის ხოლმე აღმავალი კვანძი კუროში დასამუშავებელი. ეს არის, რომ აი ეს კრიზისების შინაგანი რო რაღაც უნდა მოხდეს, ან ჩემში დუხს რაღაც, ხო? დასამშვიდებელი არის და ამას დაამშვიდებს მხოლოდ სტაბილურობის შექმნა, ფულის დაგროვება იქნება, ისეთ სამსახურის შოვნა იქნება, რომელიც სტაბილურობას მოუტანს ადამიანს და არა ქაოსს მაგალითად. დიდად აი ესეთი რისკის გაწევა, რომ აი მივატოვე ყველაფერი და წავედი სხვაგან. ერთი-ორ ჯერ შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ აქ უკვე ესეთი დიდი რისკები აღარ არის ხოლმე მთლად ისეთი გამართლებული, თუ იქ ახლა სატურნიც არ არის, ახლა იყო ერთი პერიოდი დაღმავალიც და სატურნიც მორიელში ყავდათ და სელენაც მორიელში ყავდათ. ესეთის უკვე ფონი ცოტა სვლის სიტუაციას. თუმცა აი ეს ყველაფერი მორიელური შეუძლიათ უკვე კუროს ენერგიაში გარდაქმნან, მაგალითად აი ეს შინაგანი მებრძოლი ენერგია უკვე წაიღონ კუროში, სილამაზე, ესტეტიზმი მაგალითად, ხო, დაგროვება. აი ეს კვანძები უკვე მნიშვნელოვანი არის მთელ კონტექსტში გავიაზროთ. აღმავალი კუროს შემთხვევაში ასევე ძალიან უხდებათ, აი თუნდაც მცენარეებს მოუარონ, ახლა ძალიან ისე ჟღერს, მაგრამ ყველასთვის კი არ არის ეს რომ მცენარეს მოუაროს, მაგრამ აი ამ მცენარესთან არის საჭირო, მცენარე იქნება ეს თუ თუნდაც აი მიხედონ საკუთარ თავს, ხო, აი მატერიაზე ზრუნვა არის ზოგადად კურო, რასაც არ აქცევდა წინა ცხოვრებებში, ესე ვამბობთ ხოლმე დაღმავალი მორიელი ყურადღებას მისცის, რაღაც სხვა უფრო ესეთ სულიერი კრიზისები იყო, სერიოზული თვითგადარჩენისთვის ბრძოლა იყო და მაღალი მორალური ღირებულებები იყო და აღარ ეცალა აი ამ კუროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ხო, დასანახად. და აი რომ მიდიან ხოლმე ბუნებაში, აი აქ თითქოს ნენელა იწყებენ დედამიწის ვიბრაციის დანახვას. აი ამ დედამიწას რო უსმენ თავისი ლამაზით, ეს სულ არის და აი ძალიან დიდი ხანი იქნება და აი ეს დინამიური სტაბილურობა, აი ამ ენერგიასთან, აი თითქოს ფსიქოთერაპიულადაც მნიშვნელოვანი არის გაცნობიერებაში შევიდნენ. აი ამ სიმშვიდეში შეცურონ, რასაც მაგალითად სტაბილურობა ქვია. და შინაგანათაც საჭირო არის თანესული ბობოქრობს, იმიტომ რომ მას არ აკმაყოფილებს ეს ზედმეტი სიმშვიდე, ეს უსაფრთხოებას უკარგავთ ეგრევე და ცოტა შფოთვაც არის ხოლმე და თავიდან პირველი ახლა, როდესაც არის 26-28 წელი მნიშვნელოვანი დაბრუნება კარმული კვანძების, ხო? აი მაშინ კიდევ არის ნენელა მცდელობა, რომ ისევ დაღმავალი მორიელი გამოავლინონ, ხო? არასტაბილური ურთიერთობები პირად ცხოვრებაში მაგალითად, ძალიან ხარ მორიელი მართავს აი ესეთ სამკვდროსაც ცოცხლ პარტნიორულ ურთიერთობებს, ან ყველაფერი არაფერი. დაღმავალ კუროებს ეს არ აქვთ, რაც არ უნდა რუკაში პლუტონი ყავდეთ ვენერასთან აქტიური. ხო, მაინც აი რაღაც სტაბილური ურთიერთობის აშენების შესაძლებლობა აქვთ. დაღმავალი მორიელი ეს არის, რომ აი მე ვერაფრით ვერ ვენდობი სხვას, იმიტომ რომ აქ ღალატის შიში არის, არასტაბილურობის შიში არის და მთელი დრამა იდგმება ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს გაცნობიერდეს. თვითონაც ხგანებით ხასიათი იცვლება, ენერგეტიკა იცვლება, როცა ჩვენ რეალურ ქმედებებს ვახორციელებთ, რეალურად, მაგალითად, გარემოში ახლა როცა აღმავალ კუროზე ვლაპარაკოთ, რეალურად უნდა დააგროვოს ფული, რეალურად მიხედოს გარეგნობას. აი ის კი არა რომ აი
ურთიერთობაშიც არ შევიდე, იმიტომ რომ იქ რაღაცა კრიზისების მეშინია სიტყვაზე, ან ინგრევა სულ ურთიერთობები, იქ გააჩნია კიდე სხვა კომბინაციებს, მაგრამ ნელა ავაშენო სტაბილურობაზე ორიენტირებული ურთიერთობები ყოველგვარი აი ამ ყველაფერი ან არაფერის გარეშე. ანუ შეიძლება რაღაცა დაიკარგოს, მაგრამ მშვიდად შევხვდე მაგალითად. ანუ სიმშვიდე არის მოსაპოვებელი, მთავარი და აი ამ სიმშვიდეზე არის სამუშაო. აი ამ შინაგან უსაფრთხოებაზე არის სამუშაო, კურო არის, ნუ ხო გეუბნებით არქეტიპულად ენერგეტიკის ცვლილება არის საჭირო საერთოდ და ეს მოითხოვს მაინც შინაგან დამშვიდებას, მენტალურ დამშვიდებას. შეიძლება გარეთ იყოს ისევ ქაოსი, მაგრამ მე სტაბილურობას ვქნი, მე უკვე შემიძლია შევქნა ისეთი ბაზა ჩემ ფინანსურ სისტემაში, რომელიც რაღაცა კრიზისები გარეთ თუ ხდება, მე ნაკლებად დამემოქროს. ანუ გრძელვადი ამ პერსპექტივაში უნდა ვიფიქრო და აქ რაღაც უსაფრთხოება ფინანსური უნდა მქონდეს დაცული. ამას თუ არ გააკეთებენ, ეს შინაგანი ეს კრიზისების შიში მაინც ყოველთვის გაყვებათ ხოლმე. ამიტომ აი პირდაპირ მენტალურ, ენერგეტიკულ ცვლილებასთან ერთად ფიზიკური ცვლილებაც არის ხოლმე გასახორციელებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური, ანუ ქცევა უნდა შეიცვალოს. რაღაც გონიერებაც უნდა დაერთოს ამასთან, რომ აი მე უნდა შევქნა რაღაც სტაბილურობა და აქედან სერიოზულად იცვლება ხოლმე უკვე ენერგეტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული პერიოდი ეს არის 36-38 წელი, აი მათ ხდება უკვე ესეთ შემოწმება კარმული კვანძების, რამდენად მივყვებით ამ ენერგიას და ნელა ამასაკიდან უკვე საჭირო არის გარდაიქმნას უკვე სრულად ენერგია, ხო? აი ეს მორიელური იმპულსი, ინტუიცია, სიღრმეები, შინაგანი, ხა ეგრევე ესმით ხოლმე ეზოთერულ სფეროში, რომ მოდიან დაღმავალი მორიელები, ეგრევე ვიწყებთ ენერგეტიკულ პრაქტიკებს, მაგალითად შინაგანად და აი აქ აქვთ უკვე დაგროვილი გამოცდილება უკვე სულს, ხო, ძალიან დიდი და ეს მათთვის უცხო არ არის. და აი ეს ინფორმაციები, თქვა ეზოთერიკა, ამას კი არ უნდა გავყვეთ ბოლომდე. აი გავიგე რაღაცნაირად ჩემ ამ ენერგიებთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ეხლა რას ვაშენებ პრაქტიკულად. აი ხელი, ჩემი ხელით რას ვაკეთებ ისეც, რომ მქონდეს უსაფრთხო, კომფორტული ცხოვრება. აი ეს არის მთავარი მიზანი ხოლმე აღმავალი მორიელების, ესა ბოდიშით აღმავალი კუროების და ამ ენერგიისკენ მიდიან ხოლმე როგორც წესი, ნუ მაინც ცხოვრება გაგვიყვანს აუცილებლად, ნელა ვაგროვებთ ესე გამოცდილებებს და მე ღირებულებათა სისტემა, ენერგეტიკული ველი იცვლება ჩვენ და მე უკან აღარც გვინდა ხოლმე მოხედვა, მიუხედავად იმისა, რომ დაღმავალი ეს ბაზა არის და შეიძლება მოვიდეს ახლა 40-45 წლის ადამიანი 45 წელსაც არ ექნება დაღმავალი მორიელი, მაგრამ ამას აქში რაღაც სხვა პერიოდებში თუ მოვა დაღმავალი მორიელი, ემას შეუძლია ენერგეტიკაზე მუშაობა, საკუთარ ქვეცნობიერს ჩაუღრმავდეს, ემოციების გამოხატვა შეძლოს მაგალითად, მაგრამ ეს ისევ იმისთვის, რომ სადღაც სტაბილურობა შექმნას და არა იმიტომ, რომ აი სულ მაინტერესებს იქით და სამყაროში რა ხდება, ხო? ანუ რომ კი არ უნდა განვეჯაჭვო მატერიალურ სპირიტით, ანუ რაღაცები თუ არის დაღმავლის ბაზას გამოვიყენებ, რომ ჩემს ქვეცნობიერზე ვიმუშაო, მაგრამ მივალ მერე და დავგეგმო ჩემს სტაბილურ ცხოვრებას. მიზანი ეს არის, ანუ მთავარი გეგმა ეს არის ხოლმე ამ კვანძის. მე მგონი არის ცოტა კარგად აგიხსენით, უფრო კიდევ დამატებით, შემდეგ კვანძებზეც ახლა პატარა რილსებსაც ჩავწერ ხოლმე, მაგრამ ჩემი მაინც უფრო ვრცელი ვიდეოები არის, უფრო კარგად რო ავხსნა, მე უფრო შეაგან კარგად ვხსნობ მე თავს, როცა კარგად ვხსნი რაღაცეებს და მე მგონი რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო, ისაც ეს კვანძები ყავთ, აქეთ-იქით, არ აქვს მნიშვნელობა და წარმატებას გისურვებთ მეგობრებო.